მომავალი ტივის ეთერიდან ეს გადაცემა კვირის მოვლენაა. მე მისი წამყვანი ნათია სტეფანიშვილი გახლავართ. დღევანდელი ჩემი გადაცემის თემა არის კულტურული საღამოები და კონცერტები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. იქიდან გამომდინარე, რომ 28 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაიწყო სწავლა, მე გადავწყვიტე სტუმრად მომეწვია ბატონი არსენ გორგაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე. მოგესალმებით არსენ, დიდი მადლობა გადაცემაში მობრძანებისათვის, იმისათვის, რომ გამონახეთ დრო და გადავშალოთ თემაზე. მაინტერესებს თქვათ თქვენი დეპარტამენტის მიერ განხორციელებული პროექტები, რო გვესაუბროთ, ჩამოგვითვალოთ. ჩვენი დეპარტამენტი ბევრ პროექტს აკეთებს ერთი წლის განმავლობაში. მინდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი დეპარტამენტი გვაქვს, ამიტომ ბევრი იდეა და ბევრი პროექტი. რა შეიძლება გავიხსენოთ წინას გავლილი წლიდან ილიონის ვოისი, ანუ ჩვენ ილიონის სტუდენტებს მივეცით საშუალება გამხდარიყვნენ ილიონის ხმა და შემდეგ უკვე გამარჯვებული სტუდენტურ დღეებზე გავიდა, აქ ყავდა ცნობილი ჟიურის წევრები, ანუ ლაიქფეიცი ყველა სურათი და შეგიძლია ნახოთ. შეგვიძლია გავიხსენოთ ზანგურის საღამო, გიორგი ზანგურის საღამო, რომელიც ძალიან ასე ვთქვათ ცნობილი და მასშტაბური იყო ილიას უნივერსიტეტში. შეხვედრები სხვადასხვა ცნობილ ადამიანებთან, როგორც არის ბატონი გელა ჩარკვიანი, კოტე ყუბანეიშვილი. ასევე ვაკეთებთ სხვადასხვა პოეზიის საღამოებს, როგორც ცნობილი პოეტების, ასევე დამწყები პოეტების საღამოებს. ამ დროს უწყობთ ცნობილ. ასევე ყველანაირ, ასე ვთქვათ, ღირსშესანიშნავ დღეზე, როგორც არის ახალი წლის ფართები, welcome party, ასევე 9 აპრილის დღე, ანუ ჩვენ ვაკეთებთ ორგანიზებას, მივდივარ და პატივს მივაგებთ დაღუპულ მართლმადიდებლების სულებს. ძალიან კარგი. ანუ რამდენად აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში სტუდენტობა? სტუდენტებს აინტერესებთ და ეს უნდა ვთქვა, რომ ეს არის ძირითადად პიარის დამსახურება. როგორც ჩვენი პრეზიდენტი უთხოვდა, პროექტის ხარჯები არ სჭირდება, პროექტს სჭირდება კარგი გუნდი, კარგი პიარი. ჩვენ ვაინტერესებთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროექტებს არ ვაკეთებთ მარტო ჩვენი იდეებით. ანუ ჩვენ ერთგვარ გამოკითხვას ვატარებთ სტუდენტებთან, რა გაინტერესებთ. მათი აზრით, იმიტომ რომ მაგათაც მე რომ სხვა რამე მაინტერესებდეს, შეიძლება ეს პროექტი ჩამოვიდეს, იმიტომ რომ სტუდენტს არ დააინტერესებს ელემენტარულად. კი, მართალია სტუდენტების აზრის გათვალისწინება ეს აუცილებელი არის და აქედან გამომდინარე 10-დან 9 პროექტი შეიძლება ითქვას, რომ ძალიან კარგად და ორგანიზებულად არის. ძალიან კარგი. და ანუ კონკრეტულად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გაქვთ ეს ღონისძიებები დაგეგმილი? არის პროექტები, რომელშიც ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები იღებენ მონაწილეობას, არის სხვა პროექტებიც, მაგალითად არაერთხელ ყოლია სხვადასხვა უნივერსიტეტიდან მოწვეული დამწყები პოეტები, მათთვის პოეზიის საღამოები, welcome party-ს შეიძლება ჩავთვალოთ. ანუ მხოლოდ ილიას უნივერსიტეტი არა, იმიტომ რომ ჩვენ აქტიური კავშირი გვაქვს სხვადასხვა უნივერსიტეტის თვითმმართველობებთანაც. მაგალითად ბოლო პროექტი სტუდენტებმა ერთად გააკეთეს, ეს იყო სოხუმის დაცემის დღეს გმირთა მუზეუმში იყო გმირთა მოედანზე. რომელ უნივერსიტეტთან გააკეთეს? თუ არ ვცდები, ეს იყო ჯავახიშვილის უნივერსიტეტი, სეულ და სხვადასხვა უნივერსიტეტები. ბევრია გპიც ტექნიკური უნივერსიტეტი. სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით რას გვეტყვით, რა გქონდათ კონკრეტულად? ანუ ეს იყო პატივის მიღება და აღნიშნა, რომ სტუდენტებს ახსოვთ ეს დღე. ეს ჩვენ არ დავუვით. ეს ფეხით ცვლილება გამართეთ? ფეხით ცვლილება იყო უნივერსიტეტიდან მოედანამდე. ძალიან კარგი. კიდევ ხომ არ გაიხსენებთ რომელიმე ღონისძიებას შარშანდელს მაგალითად? მნიშვნელოვანი ძალიან ისეთი, რაც თქვათ გამოსარჩევია, მაგალითად დასამახსოვრებელია ყველასთვის. ძალიან კარგი იყო, სიკეთე გადამდებია. დიახ. ეს ძალიან კარგი პროექტი იყო, ეს თლიანად თვითმმართველობამ გააკეთა. მანანა მეგუა, ჩვენი დეპარტამენტის წევრი, რომელსაც მოვიდა ეს იდეა და ეს იყო პროექტი, რომელმაც დაგვანახა, რომ ჩვენ ერთმანეთს უზრუნავთ
არა მარტო სტუდენტები, არამედ ქართველები ერთმანეთს უზრუნველყოფთ. და ეს როგორ საზოგადოების მხრიდან, ანუ ჩართულობა მაინტერესებს მე. ჩართულობა ეს მინდა აღნიშნო, რომ ამ კონცერტი იყო არ ესწრებოდა მხოლოდ ილიაუნის სტუდენტები, აქ იყო ბევრი სხვა ცნობილი სახე და ბევრი სხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ვინც იცოდნენ ამის შესახებ და ჩვეულებრივი მოქალაქეებიც იყვნენ იმ კონცერტზე. და როგორ გააცანით მოსახლეობას, თქვა მაგალითად ეს ამ პროექტის შესახებ, აი როგორ განხორციელებას აპირებდით, როგორ 21 საუკუნე ამის საშუალებას ძალიან აქტიურად ვაძლევს ინტერნეტის საშუალებით. ინტერნეტზე დადებს, Facebook-ზე, events მოვიწვევთ სტუდენტებს და ძალიან მარტივად ვრცელდება. ასევე ყავს ძალიან კარგი PR-ის ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს თვითონ პროექტზე და ეს ჩვენ ძალიან გვეხმარება. ძალიან კარგი. ესე იგი გელა ჩავყიანი ახსენეთ თქვენ ეს არის ერთ-ერთი ცნობილი სახე. კიდევ რომელიმე ხომბე გაიხსენებდით? კოტა კუბანიშვილი შეხვედრა ვახსენე, ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. შეხვედრა ჰქონდა ზამბურის პოეზიის საღამო ვახსენე. და მაგალითად ზამბურის პოეზიის საღამოზე მარტო ილიაუნის უნივერსიტეტის ანუ ჩვენი არც ერთი ესეთი პროექტი, ანუ გნებავთ პოეზიის საღამო, გნებავთ საჯარო ლექციები, სემინარები, ეს არ არის დახურული. ეს არის ყველასთვის, ვისაც უნდა შევაგრძელოთ. და იმის სირთულეს ხომ გაიხსენებთ, თქვა, აი მგონისიერებთან დაკავშირებით. პროექტებთან სირთულეები ერთადერთი რაც ხდება, ეს არის დაფინანსება ძირითადად ადმინისტრაციის მხრიდან ხელოვნური ბარიერები, ბარიკადები, რომელიც ხანდახან მართლაც სასაცილო და ზღაპრული მიზეზები აქვს, რატომღე მაგალითად შემიძლია გავიხსენოთ ჩემი მეგობრის პროექტი სპორტის დეპარტამენტიდან, ეს იყო ჭადრაკის ფესტივალი, ასე თქვა, ჭადრაკის ჩემპიონატი და დაფინანსება მხოლოდ იმიტომ არ გამოგვიყეს, რომ არ გამოუყოს, რომ მიზეზი იყო აბსოლუტურად სასაცილო სამედიცინო დახმარება არ აქვს. მედპუნქტი არ ყავს. მაგრამ ჭადრაკი ეს ბოქსი არ არის, არც რაგბი არ არის. ალბათ ეთყობა სტუდენტებზე ფიქრობდნენ ტვინიანად და ეწოთვა. ანუ ძალიან სასაცილო მიზეზები არის ხშირად. ვერ ხვდები რატო. ვიმედოვნებ სამომავლოდ არ გიქნება. მეც ვიმედოვნებ, იმიტომ რომ რაღაც ცვლილებები მოხდა ადმინისტრაციაში და იმედი მაქვს, რომ დიალოგზე და დათმობაზე წავალთ ერთმანეთთან, იმიტომ რომ თუ ჩვენ არ დავთვლით რაღაცა და იმათ არ დავთვლით რაღაცა არაფერი არ გამოვა. გასაგებია. მაგალითად კიდევ ხომ გაიხსენეთ რაიმე თქვა მოდელირებებს ან ტრენინგებს ან ესეთი. ტრენინგები ეს ძალიან ბევრი არის, ჩვენ თვითმმართველობა ხარ კულტურის დეპარტამენტის ისეთი სფერო არის. ტრენინგებს წეს გვიმართ სიმართლე რომ ვთქვა, მაგრამ ტრენინგები არის ძირითადად ბიზნესის მხრივ, სამართლის მხრივ, სადაც მე მეცნიერულ ხელოვნებაზე ვსწავლობ, მაგრამ მეხმარები ასე ვთქვათ სამართლის საბჭოს იმაში, რომ ჩაატარო საჩვენებელი, ასე ვთქვათ, სასამართლო პროცესი, ბიზნესის ტრენინგები, მოყავთ ცნობილი მენეჯერები, რომლებიც კითხულობენ ლექციებს. ასევე შარშანი იყო ჩვენი პრეზიდენტი, გერმანიაში, საიდან ჩამოიტანა ძალიან კარგი პროექტი, ძალიან კარგი ტრენინგი, როგორ გავხდე ლიდერი. და რომელსაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა ილიაუნის სტუდენტებში. ბევრი კონკრეტულად თუ შეგიძლიათ ვისაუბროთ ამ პროექტის შესახებ? ესე დეტალებში მე გესაუბრებით, იმიტომ რომ არ დავსწრები ვარ ტრენინგებს, სხვა სფეროში ვიყავი, სხვა პრობლემები, სხვა პროექტები, მაგრამ ერთი ნამდვილად ვიცი, რომ ძალიან აქტიურად ივსებოდა ჯგუფები და ძალიან ბევრი ჯგუფი და ძალიან ბევრი ტრენინგი ჩატარდა. ალბათ ეს ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტები. ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტები. გასაგებია. და ანუ ეგ თქვენ ახსენეთ ეკონომიკის განხრედაც ქონა ტრენინგები. დიახ, ეს ბიზნესის საბჭო აკეთებს ტრენინგებს. და ეს ფაკულტეტი შეზღუდულია თუ ყველა შეუძლია? არა არის შეზღუდული, ყველა შეუძლია მონაწილეობის მიღება. მაგრამ იცით რა ხდება, მე ვარ მეცნიერება და ხელოვნებაზე და ნაკლებად მაინტერესებს ბიზნესის ტრენინგები, ხო? ასე რომ ბიზნესის ბავშვები მინდიან, სავსე არის ყოველთვის დარბაზი, მაგრამ მეცნიერება და ხელოვნებაზე რა ტრენინგებიც ტარდება ევროკავშირზე
ძირითადად პოლიტოლოგიის საგნები, იქ აქტიურად ვარ ჩართული, შაშანხო და ვიქტორ დოლიძე მოწვეული და ასე. ანუ რაზე ისაუბრა დოლიძე, რადგან დაკავშირება ვიქტორ დოლიძე. რაზე და საქართველოს ევროკავშირის ასოციაციის ხელშეკრულება. ძალიან საინტერესო თემა ყოფილა ესე იგი და ანუ სამომავლოდ რას აპირებთ? სამომავლო წელს უფრო ასე ვთქვათ გავაღრმავებთ მუშაობას, გავაძლიერებთ და პირველი პროექტი რაც პირადად ჩემი იდეა და რაც მინდა გავაკეთო, იქიდან გამომდინარე რომ ბევრი მსახიობი ყავს ილიას უნივერსიტეტში და ბევრს უნდა. თქვენ თეატრალური დასიც გაქვთ თუ? დიახ, თეატრალური დასი არ ყავს, მოწვეული დასი ყავს უფრო სწორედ, ჩვენ ყავს სამსახიობო ხელოვნებაზე, ბევრი სტუდენტი პირადად ჩემი მეგობრები, ბავშვობაში მეც ვთამაშობდი სამოყვარულო სკოლის დონეზე. აქედან გამომდინარე თეატრი და ფილმი ძალიან მოყვარს, აქედან გამომდინარე მე მინდა გადავიღოთ მოკლემეტრაჟიანი ფილმი. და ამისათვის ჩვენ ამოვაცხადებთ ჯერ სცენარის კონკურსს, მივიღებთ სცენარებს, აქედან ამოვაჩენთ საუკეთესოს და შემდეგ აქ უკვე ჩატარდება სხვადასხვა ასე ვთქვათ სემინარი, ტრენინგი დავარქვათ ამას და წაიკითხავენ ამ ტრენინგებს, როგორ გადავიღოთ კარგი ფილმი, რეჟისურის, პროდიუსერი, მარკეტინგი, სამსახიობო ოსტატობა და აქედან გამომდინარე ძალიან ხანგრძლივი და კარგი პროექტი გამოვაერთეთ. ანუ ამ პროექტის განხორციელებას როდიდან წელს აპირებთ უკვე რა განახორციელოთ? წელს ახლა პირველი კვირა მოგახსენებოდა დავიწყეთ სწავლა, ბავშვები ასე ვთქვათ შესაკრები არიან, მისაღები ყავს ახალი ბავშვები, პირველ კურსელები, ძალიან აქტიური ბავშვები, რამდენიმე გავიცანით ძალიან კარგად. იდეები დახორციელებული ბავშვები არიან, ესენი აქტიურები, რაც ძალიან სიამოვნებს, იმიტომ რომ მე რომ მივედი ჩემი ასე ვთქვათ, ჩემი კურსი და უნივერსიტეტში ხალხი ვიყავით, ნაკლებად აქტიურები და დღეს უკვე ესეთი თავაროდის ძალიან მახარებს სხვათა შორის. თუ გაქვთ დაგეგმილი მაგალითად რავი მასშტაბური კონცერტები, ან კულტურის საღამოები ისეთი? ეგ გვაქვს წეს აუცილებლად ისევ ჩატარდება ილიონის ურისი. დიახ. ასევე ჩვენ მინდა ჩავატაროთ ინტერვიუ უნივერსიტეტის ტურიას დავარქვათ ამას მუსიკალური საღამოები. ანუ სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები იქნებიან ჩვენთან მოწვეულები. და ალბათ შემდეგ უკვე მუშაობის პერიოდში ბევრი იდეა შემოვა და აქედან ამოვარჩიოთ რა თქმა უნდა საუკეთესო. ამ პოეტების საღამოს თუ გაკეთებთ თქვა? გავაკეთებთ აუცილებლად პოეზიის საღამოებს, იმიტომ რომ ინტერესი დიდი არის ის ხვა. რამდენი ჩვენი ოპონენტები შეაშანალებდნენ რომ ეს ამდენი პოეზიის საღამო მოვიდა ყელში, მაგრამ ფაქტი ის სხვა რამე იყო პოეზიის საღამოს, ყოველთვის ხალხი მაყურებელი და მსმენელი. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს პოეზია, პირადად მე ძალიან დიდი მოყვარული ვარ პოეზიის. მე გისურვებთ წარმატებას. დიდი მადლობა გადაცემაში მობრძანებისათვის. ეს იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე არსენ გორგაძე. ნახვამდის.